სიკეთით სავსე ქალაქი კალაძის გადაწყვეტილებით ეს იმ თბილისის საახალწლო სლოგანი იქნება, სადაც ბრიტანული მაუწყებლის გამოძიების მიხედვით ოცნება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას ბრომობენზილის ციანიდს იყენებდა. BBC მიუთითებს, რომ სპეცრაზმის წყალში სწორედ ამ ნაერთს ურევდა. სპეციალისტების განმარტებით მას სახიფათო ეფექტი არა მხოლოდ აქციაზე მყოფებზე, არამედ პარლამენტის მიმდებარე უბნებზე და იქ მცხოვრებლებზეც ექნებოდა. საკანონმდებლო ორგანოს გვერდით მდებარეობს თბილისის კლასიკური გიმნაზიაც. ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვითა და საპროტესტო აქციების პოლიციური კონტროლით, თქვა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა. ჯენიფერ ჩამპმანის თქმით, ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრმა სტივენ დოუთმა სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ბოჭორიშვილთან და მის მოადგილესთანაც განიხილა. ამ აუდიენციის შესახებ ბოჭორიშვილის უწყებას არაფერი უთქვამს. ოცნება საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმებს სავალდებულო დაბრუნებს. განათლების მინისტრის პოსტზე მყოფი მიქანაძის თქმით, ინიციატივის განხორციელება ტესტურ რეჟიმში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით შემდეგი სასწავლო წლიდან დაიწყება. ყობის მუნიციპალიტეტში სოფელ ხეთაში ხანძარს 80 ლამდე კაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. კაცი კი სახლში მარტო იმყოფებოდა.